კარგად მოგიხსენებათ. ფაქტობრივად თითქმის 1-2 კვირა გახდით რუსეთში, ქალაქ მოსკოვში გახდით მიწვეული როსსატრუდნიჩესტვას. ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, როგორც საპატიო სტუმარი მიწვეული ჟურნალისტების, ბლოგერების, მედიის წარმომადგენლების დაჯილდოვებაზე. თქვენ ეს ნახეთ ალბათ ეს მასალა, რომელიც თითეული ყოველდღიური მასალა გადმოიცემოდა მოსკოვიდან, შემდგომ ვლადიკავკაზშიც ვიყავი, მოსკოვში მქონდა საშუალება გამოსულიყავი ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და იქ ასევე მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. უნივერსიტეტ მირავი ცივილიზაცი, ასე ქვია იმ უნივერსიტეტს, სოფლიო ცივილიზაციათა უნივერსიტეტი. მქონდა შეხვედრა ასევე სახელმწიფო სათათბიროს საკუთრებისა და მიწის საკითხებთან დაკავშირებული კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე საკმაოდ საინტერესო იყო მისთან ამ ყველაფერზე საუბარი, სერგეი გავრილოვზე მაქვს საუბარი და ნაყოფიერი საუბარი შედგა და მქონდა ასევე პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან შეხვედრები. შემდგომ უკვე გადავინაცვლე ვლადიკავკაზში და ვლადიკავკაზში ქართულ დიასპორასთან იყო საკმაოდ თბილი შეხვედრები. ჯერ ეს მასალები არ ამოწურულა. მომავალ ორშაბათს გელოდება ჩვენ ქართველ მეწარმეებთან მქონდა შეხვედრა და აი მე მეცინება ზოგჯერ რომ აქედან გაისმის ესეთი ფრაზები, ხომ თუ კი არ გამოხვალთ, გაიღვიძებთ რუსეთში და აი ეს სასაცილოა, იმიტომ რომ ერთი განახებთ როგორ იღვიძებენ ქართველები რუსეთში და პრინციპში გაგაცადით კიდევაც, მაგრამ უფრო ფართოდ გაგაცნობთ ამას უკვე მომავალ ორშაბათს ძვირფასო ტელემაყურებლებო ეს მზადდება ეს მასალა ამ კვირას ვერ მოესწრება პატრიარქის მიერ დაფუძნებულ პატრიარქის მშობლების მიერ აშენებულ ეკლესიაში გახდით, რომელი ეკლესიაც მერე დემონტაჟი მოხდა და იქ აიგო სხვა ეკლესია და მისი მშობლების სახლიც მოვინახულეს. სხვათა შორის სასიამოვნო ამბავი უნდა გითხრათ, ვლადიკავკაზში მალე ამოქმედდება ილია მეორის დაკავშირებული მუზეუმი. იქ იქნება ქართველი და ოსი ხალხის მეგობრობის მუზეუმი იქნება ვლადიკავკაზში, იქ იმ სახლში, სადაც პატრიარქი ცხოვრობდა და იქნება ასევე მუზეუმი. არის საუბარი, რომ იქ შეიძლება ეკლესიაც აშენდეს კიდე, გამოთავისუფლებული ადგილია და ძალიან თბილი შეხვედრები მქონდა ოსებთანაც, იმ ხალხთან, რომლებიც გარკვეულწილად ჩვენ უნდა შევრიგდეთ ამ ხალხთან. მქონდა მინისტრთან ნაციონალურ საკითხებში ალან ბაგიევთან შეხვედრა. თქვენ ყველაფერი ეს ნახეთ პრინციპში, უბრალოდ მე მინდა რომ ამის შესახებ თქვენ მოკლედ გითხრათ და ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემი სტუმრობა, აი ეს 12 დღე, რომელიც გახდით მე მოსკოვსა და ვლადიკავკაზში, ასევე ვიყავი სტავროპოლში კიდე ერთხელ მეორე ამის შესახებ უკვე ორშაბათს გაეცნობით თქვენ მასალას და ნაყოფიერი ვიზიტი იყო და ამ ჩემი სტუმრობის პერიოდში მე გავიგე ბევრი ეხლა აქ საწუხაროდ ვერ ვიყავი ჩართული ქართულ პოლიტიკურ ამბებში, იმიტომ რომ იქ ნამდვილად დატვირთული დღეები მქონდა მუშაობის მხრივ და როგორც გავიგე ფორმულა და მთავარი არხი იხურება. არ ვიცი, ნეტა ამათმა დახუროთ ტელევიზიები და უფრო გავახარგზლივებ ჩემს ვიზიტებს, სამუშაო ვიზიტებს რუსეთში, იმიტომ რომ ნამდვილად ღირს, ოღონდ ესენი ვერ ამათი ხმა ვერ გავიგოთ ჩვენ მეგობრებო და არ ვიცი, ამაზეც წავალ, ესენი არ გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე. მე ფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს საკმაოდ დიდი მოთბინება იმისათვის, რაცაც ჩვენ გვიმზადებს ჩვენი მტერი, ეს დღეებია მე თვალნათვლივ ხედავ იმ ლუსტრაციას, რომელიც არის ქვეყანაში. აი გაოგნებული და შეწუნებული ვარ იმ ხალხის პოზიციით, რომლებმაც იკადრეს უკადრებელი. აი ჩვენ კოჰაბიტაციამ შეგვიქმნა ის მომენტი, როდესაც ხალხი, რომლებსაც ჩვენ მივანდეთ გამოსწორების საშუალება. ხელოვნების მოღვაწეები, პოლიტიკის სფეროში ჩართული ადამიანები დასაქმებული იყვნენ უმაღლეს თანამდებობის პირებზე და
როგორც კი იძაბება სიტუაცია დააკვირდით, იმ წუთასვე ცდილობდნენ გადახდნენ სხვა ნავში. იმ წუთასვე ცდილობენ რომ რაღაცნაირად იქნება სადღაც რაღაცა რომ გამოჩნდეს და მე იმ ყველაფრის მიღმა არ აღმოჩნდნენ, იმ წუთასვე ცდილობენ რომ იქით გადასკუმდნენ. ქვეყანა თავზე გვენგრეოდა და ეს ხალხი მხარდაჭერას უცხადებდა აი ამ მომიტინგებს. არასდროს არ უნდა დაივიწყოს ხელისუფლებამაც, არც თითოეულ მათგანმა, თითოეული იმ ადამიანის განცხადება, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა აი იმ ხალხს, ვინც ქვეყანას ანგრევდა, ვინც პარლამენტს ეცუკიდებდა, ვინც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს ესროდა, არავინ არ მიეცემა დავიწყებას. და ეხა კანონში ცვლილებები მიიღეს საჯარო სამსახურის კანონში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ უნდა გაიწმინდოს ყველა სამსახური ნაცებისაგან. როგორ შეიძლება ადამიანი იყო სამსახურში და მერე მიდიოდე აქციაზე და ხელისუფლების დამხობას უჭერდე მხარს. თუ არ გინდა შენ, თუ კი ქვეყნის მტრებს ემსახურები, რა გინდა სამსახურში, სახელმწიფო სამსახურში. 1000 ჯერ ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, როგორც კუზიან სამარი არ გაასწორებს, ისე ნაცების გამოსწორების შანსი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, აი ეს დუტას ხიტლაძეები, ეს მაყაშვილები, ეს კრიმინალური ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებმაც ჯერ კიდევ შევარდნაძე გაყიდეს, პატიაშვილი გაყიდეს, გამსახურდია გაყიდეს, ესენი არიან გამყიდველები. ამაზე ფულის დახარჯვა არ შეიძლება. ვინმე თუ რამეს დაწერს წიგნს, კი ბატონო, დავეხმაროთ გამოცემაში. მე გამიკვირდა უამრავ ისეთი ადამიანის პოზიცია, რომლებიც რაღაცა ქვეყნისათვის საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული ადამიანი. მურმან ჯინორია, რომელიც ყველაზე დიდი როლები აქვს ნათამაშები. ბატონო მურმან ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანი ბრძანდები და რატო ცდილობთ რომ ხალხს ცუდად დაამახსოვროთ? რომელ ახალგაზრდობას უჭერთ მხარს თქვენ? რომელ ახალგაზრდობას კიკინებიან და კალგოტკებიან ახალგაზრდობას, რომლებიც იქ პარლამენტს ანგრევდნენ? იმას უჭერთ ხარ, ერთხელ დაუჭირეთ თქვენ მხარი იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც თავრობის სახლი დაამხო და მისი ბომბები ესროლა. და დავინახეთ, რომ ქვეყანა ჩამოგვეშალა. და ეხა საბოლოოდ უნდა გავნადგურდეს ეს ქვეყანა, ეხა უკვე თავრობის სახლს კი არა, ესენი საქართველოსაც ესროლიან უკვე და მაშინაც ესროლეს. შეიძლება ეს ვერ გავიგე ბიძინა ივანიშვილის ბანკის იმედად რომ იყავით და შიმშილით რომ გადაგარჩინათ თქვენ თუ არ გინდოდათ ეს შემწეობები და ეხლა იძახით ბიძინა ივანიშვილმა ჩვენო რაღაცაო მოსყიდვა შეეცადა ეხლა მიხვდით ამას თუ აქამდე ვერ გძნობდით ამას მაინტერესებს რა მოსყიდვაზეა საუბარი აქამდე დითი რამბებს რომ აეუბნებოდით მას ბოლო ეს დუტას ხირტლაძე მენეტი ნიჭიერი საქართველოს არ ყოლია არავინ ადამიანი კიდე და რა როლი ითამაშეს ამ მსახიობებმა ასე რომ ვაპეტიშებთ კიდე ეს პორნო მსახიობები რომლებიც გამოდიან და აი ამათ უჭერენ ხარს გამოდიან და აი ვინ არიან ესენი რა არიან რატომ უნდა იმას ვქნათ ავიყვანოთ საში რატო უნდა ვხარჯოთ მილიონები ამ ხალხზე გუნდრუკი რატო უკმიოთ ამ ადამიანებს და იმ სპორტსმენებს კიდე რომლებიც სტორებს როდებდნენ და ეს აქცეულს როგორ ურტყავს პოლიციელის გინება პოლიციელებისთვის მოგლოტოვის კოქტეილის როლა არის ესე იგი მიზანშეწონილი პოლიციას თუ ესწორი ტყვიას გესწორის ფრანგი და ამერიკელი პოლიციელი და უმწეო ადამიანი ლოგიში წევს და არა ქუჩაში გამოდის და კოქტეილებს მოლოტოვის კოქტეილებს ესწრის პოლიციას უმწეო ადამიანი აი ეგრე არ იქცევა გაოგნებული ვარ აი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებული სახელოვანი სპორტსმენების პოზიციები. მირჩევნია 3-0 წააგოს საქართველოს ნაკრებმა ზოგიერთი იდიოტი მაითამაშოს იქ ნაკრებში. მივცეთ ახალგაზრდობა შანსი და მე ვფიქრობ საქართველოში უნდა ამოქმედეს, ეხლა სახელი რა დაერქმევა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. იდეოლოგიის სამსახური. რომ ქვეყანაში არ შეიძლება რა, ეხლა ამ ფეხბურთის ფედერაციასაც უნდა მიეხედოს, კაცო, ვერ გავიგე რა. რა თმიდა ეგეთი ფეხბურთელი მე ვერ გავიგე, ახლა ქვეყანას ვინც ანგრევს, იმას უნდა დაუჭიროს ხარი. რა თმიდა ეგრეთი კელონური ნაკრების კალათბურთის წევრი, რომელიც იქ ქვეყნის ჩამოშლას უჭერს ხარი. არჩენი კალათბურთი მინა, არჩენი ფეხბურთი მინა ეგეთი, ქვეყანას თუ დაანგრიე. და ყველა ის თითეული კალათბურთელი, ფეხბურთელი, სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი არის პასუხისგებელი იმაზე, რაც ხდებოდა. აი იქს რო რუსთაველზე ინგრეოდა და იწოდა ყველაფერი, ეს არის თქვენი დამსახურებაც. იმიტომ რომ თქვენ წაახალისეთ ეს ყველაფერი, გამოდიოდით და ლაპარაკობდით, რომ ხარს უჭერთ თურმე გულანთებულ ახალგაზრდობას. რომელი იყო გულანთებული ახალგაზრდობა?
გულანთებული ახალგაზრდობა იყო 2011 წლის 26 მაისს, 7 ნოემბერს, 9 აპრილს. აი ეს იყო. კი, მაგრამ სააკაშვილის დროს აქციები არ იმართებოდა, კაცო. როგორ აქციები არ იმართებოდა, ვინმე ესროდა პოლიციელებს რამეს? ეგრო სააკაშვილის სპეცნაზისთვის ვინმეს გაებედა, რასაც ესენი სპეცნაზს უკეთებდნენ, ხერხემაში გადაამტარებდნენ კი არა, მთელი ესე იგი თავიანთი ოჯახებით იქნებოდნენ გასახლებულები. სულ სამოხდითო ეს ნაძირალა გივი თარგამაძე რო ყვიროდა იქა. მართლა სულ სამოხდიდნენ, ეგრო გაებედათ. ფოთოლი არ ვარდებოდა ხიდან. გარეშე რა ქვია და ეხლა მე ვერ გავიგე ეს არის პროტესტი? არ გინდა ხელისუფლება კი ბატონო გავიგე არ გინდა რატო წვავ პარლამენტს რატო წვავ რუსთაველს ვერ გავიგე პარლამენტმა და რუსთაველმა რა დაგიშავა თუ მთავრობა არ გინდა ხო რა შუაშია ეს ყველაფერი მე იმ ვარლამ ალავიძესავით რომ დადის აქით-იქით დააბნელეთ ბაბუმზე დააბნელეთ ესე იგი დაბნელებისთვის გინდოდათ ესე იგი ურტყამდნენ ამ პარლამენტის შენობას როგორც ეს ვარლამ ალავიძე დადის და დააბნელეთ ბაბუ და დაბნელება გინდოდათ თქვენ დაბნელებულებო საქართველოს დაბნელება გინდოდათ მე მინდა აი ამ ნანი ბრეგვაძეს მინდა მივმართო ქალბატონო ნანი ელცინის მკლავებში რო იყავით გადაწოლილი და ხვევნა კოცნა რო იყო გამართული და სურათებიც ვნახე ეხლა არ გინდათ რუსეთი იმ სააკაშვილის არ იყოს ეხლა არ გინდათ ეხლა არ გინდათ რუსეთი მთელი ცხოვრება რო რუსეთში გაატარეთ არ აქვს ხვენიათ მაინტერესებს ეხლა მე კარგი ერთხელ რამდენჯერ ხელისუფლებისთვის კრიტიკული დღეები დგება იმ წუთასვე რატო უნდა იყო თქვენ აქ საქართველოს წრების ხარეს მაინტერესებს რატო გული გახეთქვაზე ქონდა საქართველოს თითეულ მოსახლეს გული ამიტომაც არის საქართველოს ბეწ ყოველთვის საშუალო ფენად წყვეტდა გაუწყვიტეთ მილიონები კი არ მისცეთ ამ ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვებისათვის და სპორტის სახეობის მილიონები მიეცით მასწავლებლებს მილიონები მიეცით სპეცნაზს მილიონები მიეცით პოლიციელებს მილიონები მიეცით ჯარისკაცებს რომლებიც საქართველოს იცავდნენ გდინდება და რა ვიცი ხება და ხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს მე მას ხარს უჭერ და ნამდვილად სოლიდარობას უცხადებ მიუხედავად იმისა რომ მე ადვოკატი ვარ და ყოველთვის მე პროცესზე სამართალდამცავებს სამართლებრივად ყოველთვის კრიტიკულად ვარ მაგრამ დღეს საქართველოს გადაარჩენა პოლიცია მე არ ვიცი მე მადლობა უნდა უთხრა თითოეულ პოლიციებს მე მადლობა უნდა უთხრა თითოეულ სპეცნაზებს რომ არა ისინი საქართველოს ჩამოიშლებოდა დღეს ყველა საქართველოს წრები იყვნენ მომართული იმისათვის რომ ჩამოშლილიყო ეს ქვეყანა ეს კონჩიტების დედოფალი გახარია გამოვიდა და თქვა ჩვენ ეხლა უნდა ჩამოვშალოთ ეს ხელისუფლება იმიტომ რომ ტრამპი თუ მოვიდა მე რაღაცა შეიძლება ვეღარ მოახერხოთ ესაო ვერც მერე მოახერხებთ, ვერც ეხლა მოახერხებთ, იმიტომ რომ საქართველოს არ ყავთ ის პოლიცია, რომელიც ყავდა 90-იანებში, რომელიც ყავდა 2000-ში. მე კარგად მახსოვს, მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა როგორ აცილებდა მას კორდონით იმაში პარლამენტის შენობისკენ 2003 წელს. როგორ არ შეეძლო მაშინ 2003 წელს პოლიციას რომ ისევე კორდონები აღემართა რა სპეცნაზი არ ყავდა პოლიციას მაშინ თუ ეხლა სპეცნაზმა დაიცვა პარლამენტი პოლიციამ დაიცვა მაინტერესებს 2003 წელს რატო არ გამოიყენეთ თქვენ ძალით მაგრამ გადაბარება იყო ალბათ არ ვიცი ღალატი იყო ან გადაბარება იყო ან ღალატი იყო ჩვენმა ბიჭებმა გაიღეს ყველაფერი აი ვის უნდა გაუზარდოთ ჩვენ ხელფასები პრემიერ მილიონი მივცეთ პოლიციას მილიონი მივცეთ ჯარს და რამ ნაძირალა სპორტსმენებს რომლებიც ყველა გაფხაკუნებაზე იმაშვებიან სთორებს დებენ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ აი ამ ნაძირლებს როგორ უნდა მივცეთ მილიონი ჩვენ ესენი არიან ქვეყნის გამყიდველები ეხლა იქ ესე იგი ქართველი კაცი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონაო ესე იგი გაძეხით იმ ევროპაში და ფეხებზე კიდია თქვენი ქვეყანა მაინტერესებს იმ რუსთავებს რო წვავდნენ ვინ წვავდა იმ რუსთავებს პოლიციამ რა გაკეთოს მადლობა უთხრას ესე იგი თურმე პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ისა ძალა უნდა ეთქვა იმასავით როგორც 2003 წელს მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუღო კარები და მიდით შედითო ისე უნდა გაეკეთებინათ ეხლა თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ ხალხო? ვინახართ საერთოდ მე კიდე ზოგიერთი აი განსაკუთრებით აი ამ ხალხის წინააღმდეგი აი რაღაცნაირად აი გული მენთება, იმიტომ რომ ესე იგი გუშინ მთავრობის წევრებთან ქეიფობდნენ. გუშინ მთავრობის წევრებთან ერთად იყვნენ. და დღეს ესე იგი ამ მთავრობის ჩამოგდების გამოდიან, კაცო.
აი ეს UFC-ის რომ არის, კაცო, ეს მებრძოლები, დვალიშვილი. მე ვერ გავიგე, ეს დვალიშვილი, ისთვის დვალიშვილს და თოფურიას, ამისთვის მივეც, ჩვენ მილიონები, რომ ქვეყნის მტრებს დაეჭირათ, მტრებისთვის დაეჭირათ ხარი? მერე კიდე ვიღაცა მითხრა ამ დვალიშვილის ძმაო არისო რაღაცა ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის დაცვაში არისო. კი, მაგრამ ვერ გავიგე მე, ერთი ძმა ბოდიში და იმაში არის, საყროღვარი მაღალი თანამდებობის დაცვის წევრი არის და მეორე ძმა აგერ, ესე იგი ამისთვის 2 მილიონად რამდენ რა ქვია მასწავლებელს გავახარებ. ამათ მილიონები რატო უნდა მივცეთ ჩვენ, მაინტერესებს. რატო უნდა მივცეთ მილიონები? რომ მე ადგენ და საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქრონ? აი გაუგებარია ჩემთვის ეს ყველაფერი რაც ხდება მეგობრებო. ეს არის სრულიად მიუღებელი და დასკვნები უნდა მარტო აქ სპორტსმენებს და იმებზე არ არის საუბარი ამ შოუ ბიზნესის ხაზზე. ყველა სამსახური უნდა გაიწმინდოს. ეხა ის რომ ვაიმე მე ვერ შევეხები, ვაიმე ეს ეხა იმ კაცმა რო თქვა, ეხა იმის დიდი მოწფიალე მე არა ვარ, დემოკრატია ლობიოს ჭამა არ არისო რო თქვა, მაგრამ პრინციპში ეხა რო თქვა სიმართლე არ არის დემოკრატია ლობიოს ჭამა. და ჩვენ მე მგონი ეს ხალხი ვიც ესეთ რაღაცეებს აკეთებდა რუსთაველზე, ამათ მიმართ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ ჩვენ სოლიდარულები, იმიტომ რომ მე არ ვიცი ხა შეიძლება აი ამ ყველაფრის მიმართ იყოს სოლიდარული, რასაც ჩვენ ხედავდით ყოველდღიურად. ვიცი, სხვა ენებშიც არის მაგრამ ქართული ყველაზე მადლიანია. ქართულში ნიშნავს რომ რაღაცას მიხვდი. მე მოდის მოდის როგორია იცით? ემოციურია და ნიშნავს გაოცებას. რას მართლა ბოლოს უკაცრავად ემოდის. ამერია. ესე ახალგაზრდა დამცინეს ყოჩა. და ბოლო ხმოვანზე გავჩერდები მაშინ ლექციასაც რომ არ გამომივიდეს. რასაც ნიშნავს იცი? აღმატებულობას. ჩემო ულამაზესო საქართველო. ჩემო ულამაზესო. ესეთი უნდაო. ჩემო ულამაზესო საქართველო. ახლა მინდა თქვენ დაიწყოთ ხმად და ის შეტახილი რომელიც ქართველებს ყველაზე მეტად გვიხდება. მინდა გთხოვოთ რომ მე გამოვდივარ თქვენ წინაშე მხოლოდ იმიტომ რომ მაიძულეს დავდიოდი და ვახვეწებოდი. მოდი გავაკეთოთ განათლებაზე ორიენტირებული პროექტები, გავაბრუნოთ ეტალონი შემთხვევაზე 100,000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტი მეთქი. მოდი დავასაქმოთ საუკეთესო სტუდენტები, რომ ჩამოყალიბებულები რო არიან. წაიღეთ თქვენი ქველმოქმედება და მიდით აქედან. აი სამებას მოიგიდეთ თუ გინდა, თავი გაგვარებეთ. ომის დროა. ნუ გეშინიათ ხახნო, ომის დროა. უბრალოდ მოვემზადეთ ერთად გოდიშის მოსახდელა. როგორც სტუდენტის მთავარი სათქმელი დღეს რუსთაველის გამზირზე. რატომ გამოდით? უკვე მეოთხე დღეა, რაც ინანოს სტუდენტები ვართ გაფიცულები და უერთდებით ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ჩვენ მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, რომელსაც მოიპარა ჩვენი ხმები. უერთდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ვითხოვთ პატრიოტების გათავისუფლება ცხადია, რადგან ჩვენი ძალა არის ერთობაში. რას მოყვა დაძაბულობა? რა თქმა უნდა, ნუ ეხლა დგანან ესენი და რაც უფრო ხალხი რაღაცას ესვრის იძაბება იქიდან და წყობიდან გამოდიან, რა თქმა უნდა. ეს ის იმ ტკივილთან შედარებით არაფერია, რასაც ხალხი 10 დღეა უძლებს. აი იმ ხემ რა დაუშავა, მაინც ვერ ხვდები. აი ხებს რატო ჭრიდნენ რა? ეს აი ამ შობის, აი ამ მარხვაში, ამ წინვალე დღესასწაულის დროს, როდესაც მთელი ქრისტიანული სამყარო ემზადება შობისათვის. ესე იგი, მე ვერ გავიგე, მივიდნენ და მაცხოვრისებითი, რა ქვია, გამოსახულებით იქ კუბო დაწვეს ამათმა რა. ესენი არიან კიდე ერთხელ მეორე სექტანტები არიან მეგობრებო. გამოდიან აი ეს სახიობები, აი იმ ახალგაზრდების ბრალიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ბრალიც არის, იმიტომ რომ განათლების სისტემა რომ მოისპო. აი მე ვიყავი, აი
ეხა რო ვიყავი ვლადიკავკაზში, აი თქვენ ნახეთ ალბათ იქ სკოლაში რომ მივედი, ქართული სკოლაში და ბავშვები, აი ცრემლები მომადგა, იცით? აი ისეთი დღეში ჩავარდი, აი როგორი ბავშვები იყვნენ, ესე იგი რომ გამარჯობას ვერ მოასწრებ. როგორი ქართულად აღზრდილები, ერთმანეთს რომ აი ლექსები, სიყვარული, აი ასე მგონია რომ საქართველოს ნახულობ ხოლმე რომ მივდივარ იქ. აი იმ საქართველოს რომელიც მე მინდა აქ ვნახო. და იმიტომ რომ ისინი იზრდებიან პატრიოტულ რაღაცა გარკვეულ გრძნობებზე, იზრდებიან იმ მორალურ ტრადიციებზე. ეხლა აქ მსახიობი რო გამოვა და იმას რო იგინება, დედას რო აგინებს, ბაბას რო აგინებს, ნარკოტიკი რო არის. გაიზარდა ეს თაობა, აი ფილმს რო უყურებს, ყოველდღიურობას ხედავს. აი ესეთები, ეხლა ეს კაცი, აი მაინტერესებს, ეხლა რომელი მსახიობი ეს არის სიმართლე რო თქვათ, ეხლა ხო? ითამაშა რაღაცა როლები, გინების იმისი და ამით არის ცნობილი. შეადარეთ, მაშინ როგორ იღებდნენ რა ფილმებს. ნახეთ, ეთი რა ტექსტებს არ ტყავს აი ეგ როდესაც გავუდის. სად არის ეკლესია გამაგები, სად ხარ ხალხო, სად ხართ ქუჩაში რომ ხოცავენ მართლა თქვი არასწორებო, სად ხართ? სად არის ეგ მოყვასი სიყვარული და სად არის ეგ ქრისტიანული თანადგომა და სოლიდარობა და ასე შემდეგ, სად არის, სად მითხარით? რაღაცა ბრტყელი ფრაზებით ლაპარაკობენ იქ ხატების წინ და სინამდვილეში თვითონ ერთი სიტყვის გააზრების უნარი არ გააჩნია თვითონვე. სად არის ეკლესია გამაგები, სად შემართლა არასწორო შენა რა, ეხლა ბოდიში და სტუდიაში ვართ და იმას არ ვიტყვი რასაც იმსახურებ შენ რა. შემართლა არასწორო. როგორ იღებ ხმას ეკლესიაზე საერთოდ რა? როგორ იღებ? აი ეხლა მე ჩვენ კვირას გვექნება უნიკალური კადრები, მეგობრებო. მე გახდით ვლადიკავკაზში, სადაც მოვინახულე პატრიარქის სახლი, სადაც ის დაიბადა, გაიზარდა, ასევე ის ადგილი, სადაც მისმა მშობლებმა ააშენეს ეკლესია და ასევე მე განახებთ უნიკალურ კადრებს. ეს არის საკმაოდ მოცულობითი მასალა, როგორ ჩადის პატრიარქი 97 წელს ვლადიკავკაზში, ეს მასალა ჩვენ მოგვაწოდა რობერტ სინდელიანმა, ეს არის იქაური დიასპორის ხელმძღვანელი, ნამდვილად პატრიოტი ქართველი და მე რომ ვლადიკავკაზში ვიყავი, მინდა მას მადლობა უთხრა, რომ მისი მეშვეობით მოვინახულე, მე მინდა მადლობა უთხრა ასევე სოფო ციკლაურს, რომელიც არის ასევე იქ საკმაოდ მაღალ მოწინავე პოზიციებზე ქართველი ქალბატონი, რომელიც ბევრწილად დამეხმარა იქ ყოფნისას, რათა გავცნობოდი იქაურ სიტუაციას. უამრავ ქართველს კიდე მადლობა მინდა უთხრა, ვინც იყო და მე აი პატრიარქს ისეთ პატივს სცემენ ოსეთში, აი გეუნებით, თვალზე ცრემლები ადგებოდათ, აი განახებთ ამ კადრებს, კვირას იქნება ეს მასალა, აი რუსულ ენოვან გადაცემაში, იმიტომ რომ ეს პატრიარქის მოგზაურობა რუსულად არის. კვირას 9 საათზე შემოგთავაზებთ პატრიარქის ვიზიტს, პატრიარქის სახლს, იმ ეკლესიას, ძალიან საინტერესო მასალები გერილით კვირას და ორშაბათსაც და